დიდი მადლობა ბენს, მოგესალმებათ. ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო. პირველივე ხუმრობით მინდოდა თეატრო წულუკიანს და მის ქმედებას შევხებოდი, მაგრამ შეიძლება მომივარდეს და მეც ეს მხეცივით და ჩამომგლიჯოს ეს ჰალსტუხი და რა ვიცი კულტურის მინისტრია ეგ. ჭკუა კი არ მოეკითხება, კაცო, კულტურის მინისტრია. ისე ერთი იდეა მაქვს, შემოვდივარ ინიციატივით, შეიცვალოს კულტურის სამინისტროს სახელწოდება და დღეიდან მოიხსენიებოდეს როგორც ქაჯეთის ციხე. აი ესეთი მეტ დროს ვერ დაუთმებ მე ამ სამინისტროს და ზოგადად აი ამ ქალბატონს. აი უბრალოდ ვერ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ აი აქ ვილაპარაკო აი ამ ფაქტზე და ასე შემდეგ. გუშინ მოხდა ეს ფაქტი, ძალიან საინტერესო. ვიწყებ მონოლოგს, გაჩაღდა წინა საარჩევნო კამპანია და მეც რა თქმა უნდა ვიწყებ ამ აქტუალური თემით. როგორც იქნა ჩამოყალიბდა გაერთიანებული ოპოზიცია. მათ მერობის კანდიდატად დაასახელეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. მეგობრებო, ეს აღარ არის უკვე ორ პარტიას შორის ომი. ეს აღარ არის პიროვნებების ომი, ეს არის ბრენდების ომი. ნახოთ რომელი გაიმარჯვებს, არმანი თუ ბარბერი. სოფლიო მოდის ტენდენციები 2 ოქტომბერს გაირკვევა. ნახოთ ვინ რომელი ბრენდი დაწინაურდება ამ არჩევნებზე კონკრეტულად. ნაციონალების დროს თბილისის მერი იყო გიგი უგულავა, ახლა ნაციონალების კანდიდატია მელია, რომ დაუკვირდეთ ძალიან უცნაური დამთხოვებია. უგულავა ჯერ მერი გახდა, მერე წონაში დაიკრო და მერე დაიჭირეს. მელია პირიქით ისტორია, ჯერ დაიჭირეს, მერე წონაში დაიკლო და ახლა მერობას უმიზნებს. ამ ლოგიკით მალე შეიძლება სტიქაროსანი გახდეს. ანუ ესე უგულავას გზა ეს არის, ანუ ეს პირიქით არის, ხო ხდებით. გაერთიანებული ოპოზიციას მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მხარს არ უჭერენ გიორგი ვაშაძე, იაგოს გირჩი და ალეკო ელისაშვილი. იაგო და ალეკო გასაგებია, მაგრამ მე ვაშაძე გამიკვირდა, რა ვიცი, მელიას ვაშაძეებთან სულ კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რატო ხდება ესე? აი ესე უსამართლობა, რატოა ეს ქვეყანა, რატოა ზოგადად ეს ქვეყანა ესეთი უსამართლო? ალეკო ელისაშვილმა ძალიან მკაცრად განაცხადა. მე ნაციონალების კანდიდატს არ დაუჭერ მხარსო. ალეკო, რა პრობლემაა? ნაციონალებს არ დაუჭერ მხარს, მელიას დაუჭერი მხარი. აგერ არის დღეს ტრენდული ზოგადად ეს ფრაზა რა, იცი რა, ოცნებას მე მიჯნები, მაგრამ კახის ვუჭერ მხარს. ეს ტრენდია, რავი, ოცნებასა შენ უფრო ახლოს ხარ და მე უნდა გასწავლიდე ეგეთ რაღაცა ზოგადად ესეთი ტრენდია, რა ვიცი რა არის, ოცნება არა, მაგრამ კახი კი. აი ესეთი რაღაცები მოვისმინე კახის პრეზენტაციაზე. ვაგრძელებ საარჩევნო თემას, მეგობრებო, თაწმინდაძე რომ ადრე ფართე გაშლილი გამოსაქანებელი ადგილი მოაწყო თბილისის მერმა კახი კალაძემ, ხო გახსოვთ? ხო და იმდენად მოეწონა ეს ადგილი, რომ სხვის გამოსაქანებლად ვერ გაიმეტა და საკუთარი მერობის კანდიდატად წარდგენის პრეზენტაცია გამართა ბატონმა კახი. ძალიან ზეორგანიზებული იყო ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის სტარტი. მოდით ვნახოთ ეს ძალიან ესეთი შემართებითი ვიდეო, ძალიან კარგი ვიდეოა, ეს მომეწონა მე. შეხედეთ ჩემო თბილისოს ფონზე როგორ მოდიოდნენ ეს 4 ადამიანი. ამ კადრებზე აი რო უყურებ ცრემლი მომადგა. ოღონდ არ ვიცი ეს რისი ცრემლი იყო, სიხარულის, სიყვარულის, სევდანარევი ბედნიერების თუ სიბრალულ ნარევის იგოიმის. აი არ ვიცი, ალბათ უფრო ბოლოს, იცი? მე ასე მგონია. ისე რომ დავაკვირდეთ თბილისის ქალაქოს ფონზე მოდიან კუჭავა, ღარიბაშვილი, კალაძე და კობახიძე, ანუ თბილისის მერობის კანდიდატის საპიარო ვიდეოში მოაბიჯებენ მეგრელი, ქიზიყელი, სამტრედიელი და კიბორგი. თავიდან თურმე უნდათ ბარემ ჭავჭავაძეზე ჩაევლოთ ბიტლზებივით, აი როგორც ბიტლზები გადადიან ზებრაზე, მაგრამ ჭავჭავაძეზე მოძრაობას თუ გავითვალისწინებთ, იქ ისეთი ზებრაა, რომ ორს მარცხნიდან უწევდა წამოსვლა, ორს მარჯვნიდან და ამიტომ ჭავჭავაძე გამოირიცხა თავიდან. ისე რა არის ისიც თბილისო ნამდვილად არ უხდება ამ ვიდეოს. მე ვფიქრობ, აი ეს სიმღერა უფრო მოუხდება, აბა გაუშვათ. ძალიან საინტერესოა, ან მაგალითად აი ესეც რომ დავადოთ, ძალიან საინტერესო იქნება, ესეც მოუხდა, იცი, აბა ვნახოთ მესამე.
Jorge propone. Აი რა ვიცი, ერთი სიტყვით ბევრნაირი მელოდია დავადეთ ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მარტო რუსული სიმღერები მოუხდა. წარმოგიდგენიათ, არც ერთი ინგლისური რენოვანი სიმღერა არ მოუხდა, რა უცნაური არის. მარტო რუსულები უხდება თვითონ აი ამათ ვიდეო, ძალიან საინტერესოა. არ შემიძლია არ შევეხო ოცნების მერობის კანდიდატის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს. მთელი ელიტა იქ იყო. მთელი ელიტა. აი ის ხალხი შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული მხოლოდ სახელმწიფო კანდიდატს რო უჭერენ ხოლმე მხარს. და ყველა სახელმწიფო კანდიდატი რომ ღირსეული კანდიდატია. შეიძლება ხელისუფლება შეიძლება გემოვნებაც. მე ახალი ხელისუფლების კანდიდატი იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელსაც მანამდე ლანძღავდა, იმიტომ რომ მაშინ ოპოზიციაში იყო და არ იყო ღირსეული კანდიდატი. მიხვდით? ერთი სიტყვით ესენი სულ კარგად იქნებიან ძვირფასო მეგობრებო, ხოლო ჩვენ ხალხი ამათი გადამკიდევ ვცურავთ ღირსეულ ნეხვში ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ ყველა კანდიდატი ღირსეულია, აი ამიტომ. რა ვქნათ? კახი კალაძის მხარდაჭერები ხშირად იმეორებდნენ ფრაზას ყველა დროის საუკეთესო მერი. კახი არის ყველა დროის საუკეთესო მერი. ზოგადად, როცა სლოგანს ფიქრობთ, აუცილებლად უნდა დატოვოთ ამ წინადადებაში თავისუფალი ადგილი, რომ ხალხმაც რო ჩაამატოს თავისი სიტყვები. მაგალითად, ყველა დროის საუკეთესო არ გამოტოვება იქნება. მერე ჩვენ ჩავამატებთ, რასაც გვინდა და მერე გაგრძელდება ჩვეულებრივად წინადადება. მაგალითად, ყველა დროის საუკეთესო ფულის მტკვლეფავი მერი შეიძლება. ან ყველა დროის საუკეთესო ავტოპარკის მფლობელი მერი, ან ყველა დროის საუკეთესო ენერგოკომპანიების მფლობელი მერი. უფრო მრავალფეროვნება იქნება ხალხო, მიხვდით? ხალხი ვიქნებით ჩართული ამაში. ხალხი პირდაპირ. კარგსაც დავწერთ, ცუდსაც დავწერთ, პრობლემა არ არის. მოკლედ მეგობრებო, კალაძეს ისევ თბილისის მერობა უნდა. ხალხო, სანამ არჩევანს გავაკეთებთ, კარგად დავფიქრდეთ. კალაძე ბოლო 9 წელია ხელისუფლებაში. აქედან 4 წელი თბილისის მერია. ახლა დავფიქრდეთ, 9 წელზე მეტ ხანს კალაძე მილანმა აღარ დაიტოვა. რომელსაც ლიგა მოაგებინა ორჯერ. ჩვენ კიდე მარტო ვაკე გაგვიკეთა, ისიც უკუღმა. და რა ვიცი, აბა დაფიქრდით, კიდე 4 წლის არჩევას ახლა ხო არ ჯობია იჯარით გაუშვათ კაცო სადმე და იყოს იმოღვაწეოს სადმე იჯარით. ვაგრძელებ არჩევნების და ფეხბურთის თემას. გავხსენდა ხმა რომ გახარიას პარტია მერობის კანდიდატად აპირებსო არველაძის დასახელებას. მოკლედ არ ვიცი ამ ქვეყანას რა დაალაგებს. მე ვფიქრობ რომ ბავშვთა პოლიტიკაში უნდა ჩავდოთ ფული. ბავშვთა პოლიტიკაში უნდა ჩავდოთ ფული აშკარად. ან ბავშვთა ფეხბურთში პრინციპში ერთი და იგივეა. მიდაგეთ. ოცნების მერობის კანდიდატის პრეზენტაციას მხოლოდ სამთავრობო არხები აშუქებდნენ, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის ჟურნალისტები არ შეუშვეს. ზოგადად ოცნებას უკვე ეშინია ჟურნალისტები, რადგან ჟურნალისტებს მთავრობასთან აქვს კონკრეტული შეკითხვა, როდის გადადგება ირაკლი ღარიბაშვილი. ეს შეკითხვა თავად ირაკლი ღარიბაშვილთანაც აქვთ. მოდით ვნახოთ, როგორ უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ამ შეკითხვას, ჟურნალისტების აი ამ შეკითხვას. როდის გადადგება? როდის გადადგებითო? ბატონო პრემიორი, იუმორიც როგორი მოკლე გქონიათ საპრემიერო ვადასავით. აი რაღაცნაირი მოკლეა ესეც. როდის გადადგებითო? ნახეთ, ანუ გაეღადავა ჟურნალისტებს, მიხვდი? ანუ ნაცემ და დასახიჩრებულ ჟურნალისტებს ეღადავება პრემიერი. რასაც მიხვდი ის არის, რომ ღარიბაშვილი აშკარად ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე. ჟურნალისტებს გულისხმობ. ამიტომ ირაკლი იღადავე, მოასწარი კაი ხასიათზე ყოფნა. მოასწარი. და მე აუცილებლად აწყრიალდება შენი ტელეფონი, სადაც იდუმალი ხმა გამცნობს, რომ შენი პრემიერობის ყოფნის დრო ამოიწურა. ან შეიძლება არც დაგირეკოს და ერთჩვენიერ დილით სხვა პრემიერი დაგხვდეს კაბინეტში. აი პირველად რომ გაგიშვა, მაშინაც ხო დაეზარა დარეკვა. საახალწლო მილოცვამდე რომ გაიგე, 12-ს რო 5 ეკლდა, მაშინ გაიგე რომ პრემიერ-მინისტრი აღარ იყავი. საახალწლო მილოცვა რო გადადგომით გადააკეთე რაღაცნაირად მახსოვს ეგ დღე. ჟურნალისტების ასევე ეშინია შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ უდარდელ გომელაურს, უდარდელას ვეძახი ამ კაცს. იმდენად ეშინია რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ჩუმად შეიპარა, მოკლედ საქართველოა ქვეყანა, სადაც მძარცველი ესებუა მსუბუქი ავტომობილით $9 მილიონი პოლიციის კორტეჟით გააცილეს სამშვიდობოზე და შინაგან საქმეთა მინისტრი მარშრუტკით შეაპარეს საკანონმდებლო ორგანოში. აი ესეთი ქვეყანა ვართ უცნაური. მარშრუტკით შეიპარა, მეგობრებო, აი პირდაპირ გეუბნებით, მეცაც გეტყვით, მარშრუტკით რომ შევიდა
მარშრუტით ხომ შევიდა, მაგრამ ჟურნალისტები კიდევ უფრო დაებნიათ ამ ავტობუსს წინ ტრაფარეტი გაუკეთეს, სადაც ეწერა ბავშვები. რომ ჟურნალისტებს გონებოდათ, რომ ვითომ ექსკურსია იყო და ხო აი ბავშვობაში ხო დავყავდით ესე რომ ბავშვები. შემდეგ ვისვლაზე რომ ვერ შეამჩნიო, ალბათ პაზიკის ავტობუსით შეიყვანენ პარლამენტში გლეხის ფორმაში გადაცმულს სოფლის დედლებით ხელში. და მაინც თუ ისნეს მერე შევა ბოშას ფორმაში გადაცმული აი სუნამოებით ხელში, ხო იცით? ხო იცით რომელი აი ბრენდირებული არმანის სუნამოებს ხუთლარად ყიდიან, ხო იცით? მაგ ფორმით შეიძლება შევიდეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ტრიბუნასთან გამოსვლას მოყვა საპროტესტო პერფორმანსი, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელში დაიჭირეს საპროტესტო ფოტოები და ჟურნალისტებმა ზემოდან გადმოფინეს საპროტესტო ბანერი. აი ამ დროს ვახტანგ გომელაურთან მიიჭრა ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე და გაამხნევა მინისტრი. მოდით ეს ვიდეო ვნახოთ. ნახეთ ხო როგორ გაამხნევა, აი როგორ გაამხნევა, იცით, აი მშობიარეს რომ ამხნევებს ექიმი. ცოტაც გაუძელი და ყველა ტკივილი წარსულს ჩაბარდებაო. აი დაახლოებით ასე. ერთი ხელის ჩამორთმევით ყველა ტკივილი დაუამა ვახოს. ფაქტიურად პოლიტიკური გაუტკივარება გაუკეთა. ამ დასუსტებულ და დაუძლურებულ გომელაურს ბატონმა ლადომ თავისი ენერგეტიკა გადასცა, სიყვარული, თანადგომა და მლიქვნელობა ერთიანად გაუზიარა. ბატონმა ლადომ რა კარგი კაცია. არ გაინტერესებს სად არის ადამიანი, რომლის მოწოდებებით და აგრესიით დაიწყო ის პროცესი, რასაც ახლა ვიმკით. დიახ, რა ინძებ საუბრობ, სწორედ ლევან ვასაძე დაიწყო მოწოდება ძალადობისკენ და ვასაძე აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს, მაგრამ შემდეგ კულისებში გადაინაცვლა. გაქრა, საერთოდ აღარ ჩანს. მოკლედ, ვასაძეს რო ვაკვირდები, ერთ-ერთზე ბიძი და ივანიშვილია. ოღონდ მალაიზიური პატენტი, აი ჩინურიც არ არის, აი რაღაცა მალაიზური ვერსია. ჩვენმა რაინდმა მოიგონა რაღაც არარსებული დაავადება და სამკურნალოდ წავიდა საზღვარგარეთ, სხვათა შორის ძალიან კარგი პალატა დაახვედრეს თურმე თურქეთში, ძალიან კარგი პირობებით, კარგი კვალიფიციური ექიმებით, მაგრამ ლევანს ბედნიერებამ უთხრა აქ ნუ მეძებო და გადაწყვიტა ისევ რუსეთში გადაფრენილიყო, თვითონაც უთქავს, რომ მოსკოვში წამიყვანით, იქ კარგად გავხდებიო. ხო იცი, როცა ამ დროს მიწაწყალი რო გეძახის ხოლმე, მაინც გინდა რომ იქ წახვიდე. ახლა მოსკოვშია ლევანი, დუგინიულის ფაფებს საჭმევსო და რაღაცა ერთ სიტყვით ყავს, მოვლელი ყავს. ძალიან აირია ქვეყანა. ზოგადად ამ ქვეყანაში სიტუაცია, მთავრობაში არეულობაა, სამთავრობო მედიაშიც არეულობაა, ძალიან დაბნეულები არიან ბაჯაღლო ტელევიზიაშიც. რაც უკვე ღიად შეინიშნება, მოდით ვნახოთ ფოტო და ყველაფერს მიხვდებით. ესე იგი კელი დეგნანის ნაცვლად დააწერეს რუბენ კარაპეტიანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან რომ არ გაგვირთულდეს ურთიერთობა, ერთი თვის განმავლობაში ბაჯაღლო ტელევიზიის ეკრანზე უნდა გაკეთდეს წარწერა დეგნანი საქართველო. დეგნანი საქართველო. ქვეყანაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, ძვირფასო მეგობრებო, არ ცხრება საპროტესტო ტალღა ხელისუფლების მისამართით და სად არის ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი? სად არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი? ალბათ ფიქრობთ, რომ რეზიდენციაშია და მუშაობს გეგმაზე, როგორ გამოიყენოს ქვეყანა აი ამ მძიმე კრიზისიდან. არა, მეგობრებო, ნახოთ სად არის საქართველოს პრეზიდენტი. ფოტოს სათაურია საქართველოს პრეზიდენტი მუქი ლურჯი ზღვის პლაჟზე. ეს სათაური სალომეს ჩაუსწორებია, საერთოდ არ არის ეს სხვა შავიო, საიდან მოიტანეთო და მუქი ლურჯი ზღვის ხოზე. საქართველოს პრეზიდენტი შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ კურორტზე ნებიურობს, როგორც ყველამ დავინახეთ. თამუნა მაყურებლის დაჟინებული თხოვნაა, რომ გადაცემაში სალომე ზურაბიშვილის პაროდია რო გააკეთოთო, აი ზუსტად აი ესეთ ფორმაშიო. არ ვიცი, აი ძალიან კარგი უნდა იყოს წესით. დაივიწყე ქმარი ნათესაები, ვირას იტყვის ის რეიტინგი გვჭირდება აუცილებლად. კუპალნიკების შემოსასვლელში კიდია. თან წარმოიდგინე ეგ სურათი რომ დაიდება Facebook-ზე, ლაიქები წაგვლეკავს, კარგი იქნება. თამარი, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, მინდა გითხრათ და არა ხელიდან გასაშვების შანსი, იფიქრე. თან დაუკარი და თან იფიქრე, გააგდრო. დაუკარი და იფიქრე, თქო გეუნები. აღარ გამამეორებინო. დაუკარი და იფიქრე. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აპროდეთ ბენდი თამუნა ლეკოიშვილის ხელმძღვანელობით.